ესე იგი ედიტორი არ მყავს, ამიტომ ჩემით უნდა გავაკეთოთ ამ ვიდეოში იხილავთ OnlyFans-ი, Kanye West-ი, კაპიტალიზმი და ასე შემდეგ. და კიდე კაიხოშიანი რამეები. ესე იგი, რა არის Kanye West-ი, რომელიც ჩამოდის ზაფხულში, უნდა ჩაატაროს კონცერტი, იმიტომ რომ ევროპაში არ შეუძლია, რადგან ნაცისტობდა, მერე მაგის გამო ყველგან დაკენსელდა, ბანი დაედო, მერე ბოლოს მაინც მივიდა რაბინთან, იმან ჩაუტარა რაღაცა ბარუხა მაგრამ მაგან არ უშველა მაინც ბანი ადევს ყველგან. ამიტომ საწავიდეს საქართველოში. ხო და აი რა არის კაპიტალიზმის კონტექსტში Kanye West-ი? ეგ არის გოიმობის ინდუსტრიალიზაცია. ინდუსტრიალიზაცია აქ არის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი სიტყვა, იმიტომ რომ რა არის კაპიტალიზმი, ხო? და იმის გამო რომ მან ძალიან გიგანტური დემარკაციის პრობლემა არის, აი როდის იწყება კაპიტალიზმი, რა არის კაპიტალიზმი, ნუ ცხადი არ არის. აი დღეს რაც გვაქვს, იმიტომ რომ სულ იყო, ხო? აი რასაც ინტუიციურად ალბათ იგულისხმებ, აი თუ უნდა აღწერო კაპიტალიზმი, რა არის, ეგ სულ იყო. და აი რა არის რაღაცა, რის მერეც აი კაპიტალიზმი დგება. და ეგ არის აი ყველაზე ნუ სრულყოფილი არა, მაგრამ აი ყველაზე ხელჩასაჭიდი მაგალითი მაგისი არის ინდუსტრია. აი როცა ინდუსტრია დგება, აი ჩამოდგა სოფლის მარშრუტკასავით, აი მაგით ხვდები რომ მორჩა აი კაპიტალიზმი დადგა. მაგრამ ხო მარტივი არ არის რა, დაადგინო დემარკაციის პრობლემა არის. ხო და Kanye West-ი არის ზუსტად აი ეგ რა, გოიმობის ინდუსტრიალიზაცია. აი ეგეთი მდაბიო მუსიკის, კიდე მდაბიო არტის წიგნები, ფილმი, აი ყველაფერი რაც გინდა აიღე, რაც არის მდაბიო მარტივ გონებაზე გათვლილი. წინა ვიდეოსაც უყურეთ რა, სადაც აი შევადარე ოფისი ამერიკული და ოფისი ბრიტანული. აი ეგ არის, მაგრამ უფრო ტრაგიკული რამეც არის რა, ინდუსტრიულად თუ შევხედეთ და ზოგადად რა მოდი კაპიტალიზმზე რო საუბრობთ, დავეყრდნოთ აი ამ შეგრძნებას, ინტუიციას უფრო, იმიტომ რომ აღწერით ძალიან დიდი დრო დაგვჭირდება და რამე, აი ინტუიციურად რასაც ხედავთ და რამე, ხო? ასევე ტრაგიკული რა არის, რომ საქმე გვაქვს ფანტაზიების კომპენსირების ინდუსტრიალიზაციასთან. ეგ რა არის რა, რომ დაბალმა ფენამ თავი იგრძნოს და აი ფანტაზიებში რო დაკმაყოფილდეს. აი ეგ არის, აი ეს მიმი ჩვეულებრივი, რომ კაპიკი არ უგდია, მაგრამ მანქანა ყავს 50K-იანი. არანაირი შემოსავალი არ აქვს, მაგრამ iPhone-ი აქვს ბოლო. ხო? რაც რაზე არის, რომ აი სულ დაბალმა ფენამ უძლურმა თავი იგრძნოს რა, რაღაც დიდად. რაც რა თქმა უნდა რესენტიმენტი არის, ხო და მეტი არაფერი. ფანტაზიების ინდუსტრიალიზაცია. და ზოგადად დაბალ ფენაზე როცა არის, ყველაფერი მარტივ ფენაზე როცა არის გათვლილი, აი ნული კომპლექსურობა რო აქვს. იგივე ეს ევრორემონტებით, რაც აი ეს თეთრი, ყველაფერი თეთრი რო უნდა იყოს. რო ვერ იყიდი სახლს, რომელიც თეთრი არ არის. თეთრი, ყველაფერი თეთრი, სულ თეთრი. რას ემსახურება ეგ? იმას ემსახურება, რომ ბინძურმა გლეხმა თავი სუფთად იგრძნოს. მეტი არაფერი. ხო და მე ვუჭერ მხარს, ანუ თავისუფალ ვინმე რო არ გაიგოს, მაინც აგიხსნით რას უჭერ მხარს, რას არა, ვინმე რო არ დაიბნეს. კი, ანუ მარკეტი, ბაზარი თავისუფალი უნდა იყოს, მაგრამ თავისუფალი უნდა იყოს სწორი ნაწლავივით, რა ტრაკივით. ანუ კი, თავისუფალი უნდა გქონდეს რა, მაგრამ ძალიან თუ მოათავისუფლე და ძალიან თავისუფალი თუ არის, ესე იგი სტუმრებს ელოდები, ესე იგი შენი ყითის სუვერენულობა უნდა შეილახოს. ესე იგი რაღაცა არაღვთისმიერი საქმე უნდა ჩატარდეს. ხო? შენში. ხო? და ამაში რაც გულისხმობ რა, რომ ან ისე უნდა იყოს, რომ ძალიან რთული იყოს მარკეტზე მოხვედრა, ან მარტივი იყოს ძალიან მოხვედრა, მაგრამ იქ დარჩენა იყოს, ნუ აი ურთულესი. ხო? და ნუ რას ვხედავთ, აი მაგაზე დგას, მდაბიოებაზე, გამარტივებაზე, ეგ არქიტექტურაზეც ისახება, აი ამდენი კორპუსები, უფორმო, რაღაცა ისეთი რა, ზოოპარკი ხო ხდებით და ყველაფერში დაინახავთ რა და ეგ ყველაფერი არის გათვლილი კონკრეტულ ხალხზე. ზუსტად მაგაზე გამახსენდა რა, რომ ანუ ვემხრობი რა თქმა უნდა თავისუფალ მარკეტს და მთელი ამბები, მაგრამ და კერძო საკუთრებას, რაც მთავარია, კერძო საკუთრებას ვემხრობი, მაგრამ რა შეიძლება რომ იყოს შენი საკუთრება, ეგ ძალიან შეიცვალა, ანუ შემცირდა რა სია იმისი, რაც შეიძლება რომ საკუთრებად გქონდეს.
და რაც აღარ შეგიძლია რომ საკუთრებად გქონდეს, აი მიდიან რეპს წერენ, შითარც ქმნიან და ასე შემდეგ. აი ეგ ცუდი არის რა. და რო რამე მე კაპიტალიზმს არ ვაკრიტიკებ იმის გამო, რომ რაღაცა ექსპლუატაცია არის, არა პირიქით ნაკლები ექსპლუატაცია არის, არა ირონიულად ვამბობ. მის გამო არა რომ რაღაცა უფლებები, ისა უთანასწორობას ქმნის, არა. ჩემი ერთ-ერთი კრიტიკა კაპიტალიზმის ის არის, რომ ზედმეტად სოციალისტური არის, გინდა კულტურულ დონეზე, გინდა სისტემურ დონეზე. ზედმეტად სოციალისტურია, იმიტომ რომ ზედმეტი თანასწორობა არის დღევანდელ კაპიტალიზმში, რაც მიუღებელია, რის გამოც აი ყველა ხიხოიზმი იქმნება რა. არ ვემხრობი მაგასაც, ანუ ჩემი კრიტიკა კაპიტალიზმის ექსპლუატაცია და რამე არ არის, ეგ ყველაფერი წმინდა საკითხები არის, წინ მთელი ამბები, მაგრამ იერარქია როცა ილახება. როცა უღიმღამობა ხდება დღის წესრიგი და ასე შემდეგ. აი ეგ არის რა, ზედმეტად ხელმისაწვდომი მარკეტი. ზედმეტად მარტივი რო არის ცხვირის შეყოფა და არ არის იგივენაირად მარტივი რო იქ ძალიან მწარედ მოიტეხო ცხვირი. და ამას მე არ ვამბობ რა თქმა უნდა მორალურად. იმ მხრივ რომ აი საზოგადოება ამით აი დებილობას აწარმოებენ და ამით ზიანდება საზოგადოება, იმიტომ რომ კონსუმერები არიან და ცუდ რამეს იხმარენ და მე თვითონაც დებილები ხდებიან, არა ეგ ძალიან მორალური კუთხე არის და მაგასაც უარყოფ მე მთლიანად. აი იგივე მიზეზი რა მიზეზითაც წუწუნებენ OnlyFans-ზე, რომ ვაიმე გოგოებს ათახსირებს. ვაიმე ბიჭებს ტვინს ურეცხავს OnlyFans-ი და ამორალურია, უნდა დაიკეტოს, ანუ იქნებ დაფიქრდე იმაზე, რომ არ აღზარდო ისეთი საცოდავი არსება ბიჭი თუ არის, რომელიც არას ვერ ამბობს მარტივ სიამოვნებაზე. ან იქნებ არ აღზარდო ისეთი გოგო, რომელსაც მოუწევს სხეულის გაყიდვა, რომ თავი ირჩინოს, რა ვიცი. იქნებ ეგრე შევხედოთ, ანუ პასუხი არ არის რა, რომ რაღაცა გააუქმო, რაღაცა დააკენსელო და რამე ეგეთი, რაც შენი აზრით ხრწნას წარმოადგენს და ხრწნას ეხება, ანუ არა ეგ არის ჩვეულებრივი ფილტრები, ანუ მაგას გააუქმებ, სხვა რამე ამოხდება. ეგრევე. და ეგ პირიქით მუღამი არის რა ცხოვრების, ანუ მაგით იფილტრებიან ადამიანები. და როგორი right wing-ერიც არ უნდა იყო, შენ თუ აი ამ ფილტრის წინააღმდეგი ხარ, მორალური გაგებით, ხო? ანუ შენ, მაშინ ქითკენ წადი რა, ცოტა მემარცხენეებისკენ. მომუშავე და უფლებები და ეგეთი ზღაპრები და ისინი, დაშიტუშობები. არა, მაგას გააუქმებ, მორჩა ამოხდება ახალი ცდუნება. რაც მუდმივად ფილტრავს ორგანიზმს რა, აი ბიოლოგიურ სახეობაში სხვადასხვა იმებს. კიდე ქვესახეობებს, იმიტომ რომ რთულია რომ ადამიანი ერთ სახეობა დაიღო და თქვა რომ აი ესეც ადამიანია ესეც და ერთი სახეობა არის ყველა, ჩემი ფეხები. ძალიან დიდი ზღაპარი არის რა ეგ. ზედმეტად ინკლუზიური ამბრელა ტერმინი არის ადამიანი, ანუ ზედმეტად ინკლუზიური. ხო და მორალური გაგებით არ ვამბობ რა მაგას, რომ აი ესე ამდენი shit show არის, ამდენი საკონსუმერო ნაგავი, იმიტომ რომ მე სხვა რამეს ვეყრდნობი, მე ვეყრდნობი პასუხისმგებლობას, გინდა საკუთარ თავზე, გინდა საკუთარ ოჯახზე, შვილებზე, რომლებსაც აღზრდი. და თუ არ ხარ კომუნისტი, ან ძალიან დარტყმული ადამიანი, შენ მანდ მორალური პრობლემა არ უნდა გქონდეს. არანაირი, ანუ სად არის შენი პასუხისმგებლობა? სად არის დაპირისპირება? სად არის ფილტრი, რომლითაც შენი შვილი არ იქნება დეგენერატი და სხვისი იქნება? სად არის აი აქ ეგ არათანასწორობა, ხო? უპირატესობა. აი ეს ეგ არის კომფორტის ინსტინქტი, რაც დამატებითი დეგრადაცია არის. მაგრამ მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ეგრეც არ არის, რომ აი უყურებს სამყაროს ქვეყნებს რამე სისტემას და არ გინდა რომ გარდაქმნა. ანუ ეგ არ არის. პირიქით, ანუ ერთ-ერთი ყველაზე ღვთაებრივი თვისება ადამიანის ის არის, რომ ხედავს ქაოსს გარეთ და უნდა რომ ამ ქაოსს ფორმა მისცეს. აი არ მოსწონს როგორიც არის სიტყვაზე. ან ეგეც არა, აი უბრალოდ ქაოსს ხედავს. ქაოსი რა არის, რაც მისთვის არ არის ან სასურველი ან მისაღები და რამე. აი ეგ ორი ვარიანტი არის. ერთი არის მემარცხენეების და ესეთი ძალიან დაბიო გონების, რაც არის ბანი, ანტიპოზიცია, აი მე ამის წინააღმდეგი ვარ და აი მაგით რო ქმნიან პოზიციას და მეორე არის რომ შექმნა უბრალოდ.
როცა შენ ქმნი იმის გამო არა, რომ ეწინააღმდეგები რაღაცას. ანუ ანტი რო არ არის შენი მოტივატორი, სიძულვილი რო არ არის შენი საწვავი, ხო? ამას სამწუხაროდ ბევრი ვერ მიხვდება, იმიტომ რომ რანაირად უნდა შევქმნა რამე თუ რაღაცის წინააღმდეგი არ ვარ, ხო? ნუ აი ამით განსხვავდებიან, რა მდაბიო ადამიანები და ისინი. ცოტა ამაღლებული ადამიანები. დაბიო ადამიანი ყოველთვის ანტიპოზიციით არის. ანუ ამიტომაც ვამბობ, რომ გადახედეთ საყვარელ პოლიტიკოსებს, მოაცალეთ ანტიპოზიცია. რა დარჩება მათგან? არაფერი, ჩემი ფეხები დარჩება. და ანტიზე როცა დგახარ, შენ ვერ შექმნი ვერაფერს. შენ არ იყენებ კარგად, თუნდაც ექსპლუატაციას, თუნდაც რესურსებს, ხალხს, გარშემო, მუშახელს, ასე შემდეგ. არა. და ჩემი აზრით, რაც შეეხება გარდაქმნას საზოგადოების და მთელი ამბები, ეგ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოდიოდეს რესენტიმენტური, დაჩაგრული მორალიზატორი ხალხისგან. რომლებიც ანუ არ დაიჯეროთ იტყვიან რო არიან მემარჯვენეები, ფარ-რაითები, კონსერვატორები, რამე, მაგრამ არა, ანუ იგივენაირი რესენტიმენტული პროლეტარები არიან, რასაც ეწინააღმდეგებიან. ოპტიკა არის სხვა. სხვანაირად აცვია, სხვანაირად რაღაცა, თუნდაც აზროვნების დონეზე ის არის რა, აქსესუარები რა, მოკლედ. მაგრამ არა, გულის სიღრმეში ერთნაირები არიან. სადაც მორალიზატორობა არის და სადაც ანტიპოზიცია არის, საწვავი, ეგ ჩემო კარგო არის პროლეტარობა, ეგ არის მდაბიოება, ეგ არის სუსტი ძალის პოზიცია. შესაბამისად, კრეატიული შემოქმედებითი გარდაქმნა მისაღები არის, ეგრე გარდაქმენი შენ ხოშზე რაც კიდა რა. ხო და, ნუ ეს რა საიდან მოვედი აქამდე. ნუ ხო, ამიტომაც ეგ არ არის რა, ანუ კონსუმერული კაპიტალიზმის ჩემი კრიტიკა არ დგას მაგაზე არანაირად. არამედ თვითონ სისტემურ ფილტრზე, რაც ცდება თვითონ ეკონომიკურ სისტემას. ეკონომიკური სისტემა არ არის რა ის ბოლო წერტილი, ბოლო ინსტანცია, რაზეც უნდა გაჩერდე. მაგის უკან რაც დგას, აი ეგ არის რა, უფრო მნიშვნელოვანი. თვითონ ის, რაც ქმნის იერარქიას. იერარქია, რომელიც შემდეგ, რა თქმა უნდა, მარკეტსაც ადგენს. მაგრამ, რა თქმა უნდა, მარკეტის და იმის, რა ქვია, კერძო საკუთრების წინააღმდეგი არ ვარ. მაგრამ, შენ რომ იყო აი ამ კაპიტალიზმის, რაც არსებობს, ფანი, ან მოგწონდეს, ნუ დეგენერატი უნდა იყო, აი ძალიან პრიმიტიული გონება. აი ფული, აი ეგეთი დეგენერატი უნდა იყო. ძალიან გაჯუებული უნდა გქონდეს ტვინი. რომ აი ფული არის ყველაფერი მოსულა. არგუმენტაციაშიც ანუ რამდენს მოყავს, რომ აი ეს მოსულა, იმიტომ რომ ფული მოაქვს ამას ეკონომიკას, GDP-ში. ნუ ეგ რა თქმა უნდა, მე აი დაბიო ხალხის ის არის რა, ანუ ფული მოაქვს, ესე იგი მშვენიერი არის, რა. ფული იქნება, მორჩა, ყველაფერი მოსულა. და ყველგან წააწყდებით მაგ არგუმენტაციას, იმიტომ რომ ყველა აი ეგეთი დებატი საბოლოო ჯამში იმაზე დადის, რომ ხო, მაგრამ ეს ეკონომიკას იმას შვება. აი, რა. მოვიყვანდი მაგალითს მშვენიერს ფემინიზმიდან, მაგრამ მოდი არ გვინდა ამაზე კონცენტრირდეთ და ხო, მაგას ეკონომიკა ვერ მოაგვარებს, ანუ რა პრობლემაც გვაქვს, აი ეს მდაბიოების ინდუსტრიალიზაცია, ეს ასევე მდაბიოების ფანტაზიის კომპენსაციის ინდუსტრიალიზაცია და მთელი ამბები, მაგას თვითონ ეკონომიკა ვერ მოაგვარებს. გარე ძალა არის საჭირო მაგისთვის. ამიტომ აი ესეთი იქნებოდა ჩემი კრიტიკა კაპიტალიზმის. მაგრამ ცხადია, რომ ეს არ გულისხმობს სოციალიზმს. იმიტომ რომ პირადად მე ვემხრობი იგივე ექსპლუატაციას, იგივე აი ყველა იმ ცუდ რამეს, რის გამოც კაპიტალიზმს აკრიტიკებენ, უბრალოდ მე მაგას ვემხრობი იერარქიის ფორმაში და არა ღობეყორეს ფორმაში. იქით სოციალისტი რო იყო, ნუ უკვე უძლური ხარ, ნუ უკვე ის ხარ რა, ანუ გადაშენების პირას მყოფი სუსტი ძალა, რომელიც სამწუხაროდ ვერა და ვერ გადაშენდა. ამიტომაც უნდა ილიჩაოს, უნდა პარაზიტივით შეუწვრეს რა. ნაწლავებში მასე ძლიერს, მასე მდიდარს და ასე შემდეგ. ხო და ნუ ბალანსის პოვნა რთული არის, ამას ხალხში არ ელოდოთ, რომ აი ეგეთი ბალანსი იპოვონ, მაგრამ აი ვინც
შეგნებული ადამიანები ხართ, კარგი იქნება თუ ამაზე გავაგრძელებთ მსჯელობას. ხო და ვინც წესიერი ადამიანები ხართ და გინდათ ზრდა, მათ შორის ფინანსური, ასევე მენტალური და ყველანაირი ძლიერი ბუსტი ცხოვრებაში, ყველას გელოდებით დახურულ არხზე, სადაც გელოდებათ გიგანტური არქივი მასტერკლასების, რაც ყველა ასპექტში ცხოვრების დაგბუსტავს. nikosvanidze.com ყველა წესიერ მოაზროვნე ადამიანს გელოდებით, ხიხოებს არა. ხიხოები წადით კონცერტზე, უკვე დაიყიდა ბილეთები. ყველა ხიხომ და ყველა უგემოვნო მდიდარმა უკვე იყიდა ქანიეის ბილეთები, ხო? თქვენ ვის წესიერები ხართ, შევხვდებით დახურულ არხზე. დროებით.